სანამ ოპოზიციის ნაწილი უსაგნო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობას აგრძელებს. დეპუტატები უახლოეს მომავალში რამდენიმე კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და საჯარო სამსახურის შესახებ, ასევე ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის. უფრო მეც მარიამ ბუღაძე მოგუყვება. საქართველოს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მალე ახალ პოზიციას დაიკავებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დროებითი ბინადრობის ნებართვას ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გამარტივებული წესით მიიღებენ. კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში მაღალი კვალიფიციური IT სპეციალისტების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ორი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. მას ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და მისი წლიური შემოსავალი მინიმუმ $25,000 უნდა იყოს. მხოლოდ 3 წლის მონაცემებით საქართველოში IT მცირე მეწარმეების რაოდენობა თითქმის 50-ჯერ გაიზარდა, ხოლო მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელის საშემოსავლო 400,000-დან 21 მილიონზე ავიდა. ID-ის ბინადრობის ნებართვის პროექტი არა მარტო გაზდის უცხოურ ინვესტიციას და ცოდნის ტრანსფერს, არამედ ქვეყანას აქცევს ციფრული ეპოქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ. ჩვენ რაც უბრალოდ სპეციალისტებს მოვიზიდავთ, უფრო მეტი შემოსავლების დაგენერირება მოხდება ქვეყანაში, ექსპორტის წილი ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზრდება. მომზადებულია კიდევ ერთი კანონპროექტი. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებისა და ქვეყნის გარე ჩარევისგან დასაცავად საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის. კომუნიკაციების კომისია ვალდებულია გააკონტროლოს, როგორ სრულდება მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო რეგულაციები, რაც უცხო ძალებისგან დაფინანსებას კრძალავს. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლები კომუნიკაციების კომისიას დაფინანსებაზე საჭირო ინფორმაციას დაუმალავენ, კომისია შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს. იდეა არის ერთ-ერთი ფორმა იმისათვის, რომ გარე ძალებმა არასწორი ინფორმაცია და თავიანთი ინტერესები გაატარონ ჩვენ საზოგადოებაში. ამის პრევენციისათვის ექნება შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიას მიმართოს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი შესაბამისი მოთხოვნა, ხოლო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლო 14 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს იქნება ეფექტიანი მექანიზმი, ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რათა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯეროვნად შეძლოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული შესაბამისი უფლება-მოვალეობების აღსრულება. მორიგით ცვლილება, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ეხებათ. კანონპროექტით საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა ხდება. პერსონალის მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად კი ერთი და იგივე პირი საჯარო სამსახურში რამდენიმე ადგილას მუშაობას ვეღარ შეძლებს. მრჩევლის ფუნქციაში სახელმწიფო ფულს აღარ გადაიხდის. ეს იქნება თუ კი იქნება ასეთი სამსახური და ანუ იქნება შესაბამისი სურვილი, შეკრულებით და ასე შემდეგ, ეს კარგად გაიწერება საკანონმდებლო სივრცეში და ეს პიროვნება, თქვათ, მუშაობს უკვე საჯარო სამსახურში, მხოლოდ ძირითადი სამსახურის სამუშაოს მოუწდენლად შეიძლება ამ ფუნქციის განხორციელება. კანონპროექტები ბიუროს უკვე წარედგინა. პარლამენტი მათ დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე თვეში სამივე მოსმენით დაამტკიცებს.